გამარჯობათ. მოგესალმებით საუკეთესო განწყობით და გაგაცნობთ ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარ სიახლეებს. ეთერშია ყოველდღიური პროგრამა ინფორმატორი. როგორც ყოველთვის ჯერ ქართულ შოუ ბიზნესში მომხდარ სიახლეებს გავეცნოთ. კლიპმეიკერი ბასა ფოცხიშვილი ამჯერადაც საკმაოდ ორიგინალურ სარეკლამო რგოლს ამზადებს, რომელშიც სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ადამიანებთან ერთად მთავარ გმირად მერაბ ნინიძეც ვიხილეთ. კლიპში ასევე თავის ამპლუაში მონაწილეობს პოლიციელთა ჯგუფი, რომელსაც მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. მოკლედ საკმაოდ საინტერესო სანახავია. Değişik oturmuş. Ne yapıyorsun? როგორც ტეკას მიდივანს მინდა ვგავდე. საერთოდ ბავშვობიდან მინდოდა ყოფილიყო ტეკას მიდივანი. აქ ჩემი ჩეკები სად არისო? არასოდეს არ მემიღია რეკლამაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩემს აქ რო ცხოვრობდა, ჩემს ყრმობაში ესეთი რამე არ არსებობდა საერთოდ. მერე იქნება ის, რომ აი გვყავს აქ უამრავი კახბა, ტრანსვესტიტი, პედერასტი და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, თემურ მღებრიშვილი და მისი რაზმი, რომელიც ანთავისუფლებს ამათ ყველანაირი ცდუნებისაგან. მე საერთოდ ყოველთვის ვცდილობ, რომ ისეთი რამე გავაკეთო, რაც ჩემს სამშობლოს და ჩემი სამშობლოს შვილებს გაეხარდება და რასაც გეტყვიან დასაკავებლები იქნება, დავაკავებთ ალბათ ჩავსამთ რა ვიცი, ჯერ არ ვიცით რა. გეტყვის ახლა უცბად გამას გადავიღებო და მოგცემთ ინსტრუქტაჟო და მე კიდე ჩემი ბიჭებით პირნათად შევასრულებ. მე მგონი კარგი იქნება ლამაზი. კარგახნის სურვილი ერთად შეკრებისა, როგორც იქნა განხორციელდა და ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ მოდინახეს 4 თაობა რესტორან ორიენტში შეხვდა ერთმანეთს. აქ იყო ყველა, ვისაც რაიმე წვლილი მიუძღვის თეატრის შექმნაში. რა თქმა უნდა, იყო კაპელა და იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები. აი ამ მასშტაბით ესე შეხვედრა არ ყოფილა ეხლა, კაი ხანი არის, თორე ჩვენ ისე შიგადაში ყოველთვის ნახულობთ ხოლმე ერთმანეთს. ალბათ შველიერი საღამო იქნება, აბა გადახედეთ, რამდენი ცნობილი ადამიანი არის და ასე გაგრძელება როგორც დღემდე არის. მე მინდა მინიმალობა ყველა ჩემთი, აი გიხარიათ რომ ეს ერთადაა. კარგად თქვა, გამადა ეს უნდა ყველა ვიგერიათ და რაღაც ერთმანეთთან უნდა შეიქმნა თეატრალური გილდია და აქ არის ახლა 4 თაობა წარმოდგენილი. არ ვიცი, იცი რა არის, აი ამაზე ბედნიერება არ არსებობს, იმიტომ რომ ფაქტიურად ფერვერკი მოვიწყეთ ჩვენი. მე როდესაც მივედი გებესტიაში უკვე ბევრი აქ იყვნენ ისინი აგრეთვე გარდა თეატრისა კაპელის ხალხია, მოცეკვავები არიან. ანუ ის დიდი ჯგუფი, რასაც გებეს ვიჩემოქმედა ხვია და გადავწყვეტ ყოველ წელს ეს ტრადიციად ჩამოყალიბდეს ასე მასიურად. კინოთეატრ ამირანში ქართული ფილმის როგორც ლურჯა ცხენების პრემიერა შედგა. ფილმის რეჟისორები არიან თინა მენაბდე და კახა მელითაური. საინტერესო კი ის იყო, რომ ფილმის მუსიკალური გაფორმება, რომელიც ნიკა მემანიშვილს ეკუთვნის, ცოცხლად ორკესტრის შესრულებით ახლავდა ფილმს.
როგორც იცით, კლუბ ნოა-ნოაში ძველი ახალწელს საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა ასაფართი. ჟურნალისტებს ამ ახალ იდეასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა გაუჩნდათ და სწორედ ამიტომ ილიკო სუხიშვილმა და ვანიკო თარხმნიშვილმა თავის სტუდიაში პრესკონფერენცია მოაწყვეს. როგორც შევიტყვეთ, ამგვარი ღონისძიებები სხვა კლუბებშიც იგეგმება, რა თქმა უნდა, ქართული ეროვნული ბალეტის ორგანიზებით. გაცხებდა შევარდებოდა გარეს დაგატოვდა. ნუ აი ეგეთ სტილით მომობდა ქართული. ილიკოს და საკიანო ურთიერთობა ჩემზე პირადად ისე იმოქმედა, რომ შემადგენლია დიქტატორი. ამ ფოლკლორთან დაკავშირებით აქვს თელი აი მე არ მინდა ზედმეტი გამომისავ ჭყალებში ფილოსოფიური შეხედულებით, ესე თელი მოძრაობა ქართული კავკასიური რიტმიდან წამოიწყო საერთოდ მთელი მუსიკალური რიტმები. კავკასიურიდან წამოიწყო აფრიკულიც, კუბურიც, ამერიკულიც, აზიურიც და მართლმადიდებლური კავკასიური, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა. ხო, დაუბრუნდით საქმეს. ჩატარდა და ეხლა თავის თავად ვაპირებთ ამის გამეორებას. ნუ პირველად ჩვენი აზრი შეჩერდა ეგრევე აჭარად მიხოლზე.